ნატოსაც ისევე სჭირდება თავისი პარტნიორი ქვეყნები, როგორც ამ ქვეყნებს სჭირდებათ ნატო. ნატოს წევრი ქვეყანა ჩემი პრეზიდენტობის ვადაში გახდება. ჩვენ კვლავაც დაუჭერთ მხარს საქართველოს სურვილს გახდეს ნატოს მოკავშირე. თავად ის ფაქტი, რომ ნატომ საქართველოს მიანიჭა ინტენსიური დიალოგი, მიუთითებს იმაზე, რომ ალიანსი აღიარებს ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვას. ჩვენ ვადები ღია დავტოვეთ და განვაცხადეთ, რომ მათ შეუძლიათ გახდნენ წევრები. თუ ამის სურვილი აქვთ და პოზიცია იგივე რჩება. საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არის. ჩვენ მივიღეთ პირობა, რომ საქართველოს და უკრაინაც გახდებიან ნატოს წევრები. 2008 წელს ბუქარესტში ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ნატოს კარი ღიაა. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ნატოს ექნება შემდეგი გაჩერება და ეს გაჩერება საქართველოა. საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ნატოს წევრობისკენ სულისთვის. მე ყოველთვის ვამბობ მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში. საქართველოში ყოველი ვიზიტისას ეს უფრო და უფრო შეესაბამება სიმართლეს. პირველ რიგში ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს პრაქტიკულ მხარდაჭერას. საქართველოს აქვს ყველა საშუალება გახდეს ალიანსის წევრი. საქართველო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომ გახდეს ნატოს წევრი. საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. ეს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ნატოს კარი ასპირანტი ქვეყნებისთვის ღია დარჩეს. ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების ფართო პოლიტიკის პრიორიტეტები უნდა იყოს. ნატოს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის შეწყვეტა და ამ რეალობის აღკვეთა.